ძველი ეგვიპტე, იმპერიის დაბადება მდინარე ნილოსის სანაპიროზე. ძველი ეგვიპტე ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავლენიანი ცივილიზაციაა მსოფლიო ისტორიაში. მისი აღმავლობა დაიწყო ნილოსის ხეობის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, ადგილის, სადაც მდინარე სიცოცხლეს აძლევდა უდაბნოში ჩაფლულ მიწას. ეგვიპტის გაერთიანება. პირველი დიდი ნაბიჯი იყო ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანება მენესის, ნარმერის მმართველობის ქვეშ. ამით ეგვიპტე გადაიქცა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ და საფუძველი ჩაეყარა ფარაონების ეპოქას. პირამიდების ხანა. ძველი სამეფოს პერიოდში აიგო გრანდიოზული პირამიდები, მათ შორის გიზას დიდი პირამიდა. ფარაონები აღიქმებოდნენ როგორც ღმერთები დედამიწაზე, მათი ძალაუფლება აბსოლუტური იყო. ახალი იმპერიის აღზევება. ეგვიპტე იქცა ნამდვილ სამხედრო და კულტურულ იმპერიად თუთმოს მესამის, ჰატშეპსუთის და რამზეს მეორის დროს. მისი საზღვრები აფრიკიდან სირიამდე ვრცელდებოდა. ამ პერიოდში აშენდა ლუქსორისა და კარნაკის ტაძრები, ხელოვნება და მეცნიერება აყვავდა. მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეებს გაუძლო. ძველი ეგვიპტე მსოფლიოს მემკვიდრეობად დარჩა როგორც ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა სარწყავი სისტემები, მედიცინის საფუძვლები, მათემატიკა, ასომთავრული იეროგლიფები და არქიტექტურა, რომელიც დღესაც გვაოცებს. დაინტერესდი ეგვიპტით? გააზიარე ეს პოსტი და დაწერე კომენტარში, რომელმა ეგვიპტელმა ფარაონმა დაგაინტერესა ყველაზე მეტად.